ცვალებადი ბიზნეს გარემო და ბოლო პერიოდში კვლავაც აქტუალური კვალიფიციური კადრების დეფიციტი. ბაგის ინდექსის თანახმად ეს დღესაც რჩება აქტუალურად ბიზნესისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. რატომ ვერ პოულობენ კომპანიების შესაბამის სპეციალისტებს, სად არის პრობლემა განათლების სისტემაში, ბაზრის მოთხოვნებში თუ ახალგაზრდების მოტივაციაში? ამაზე დღეს ვისაუბრებთ ქილვილის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან გიორგი მარიამიძესთან. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. ბაგის ინდექსი იგივე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინდექსი მაყურებლისთვის განმარტავ, თუმცა ძალიან დარწმუნებული ვარ, ჩვენ მაყურებელმა ეს კარგად იცის, არის იმ კომპანიების შეფასებების საფუძველზე, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები არიან და მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ამ ორგანიზაციაში გაერთიანებულია საქართველოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი, 70%-ზე მეტი, იმდენად მსხვილ გამოდამხდელებთან გვაქვს საქმე. ამიტომ ძალიან საინტერესოა ხოლმე მათი შეფასებები, მათი მოსაზრებები. ეს ინდექსი კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რაც რეალურად ბიზნეს სექტორში მომუშავე ყველა თქვენგანმა კარგად იცით, კვალიფიციური კადრების დეფიციტი. და მთავარი კითხვა, რომელიც ამ წლების განმავლობაში ისმებოდა და ისმება და ალბათ მომავალში სანამ პრობლემა არ გადაიჭრება და ისმება, არის სად არის მთავარი მიზეზი და რა არის მთავარი პრობლემა იმაში, რომ დღეს კვლავაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე ვსაუბრობთ. აქ თავად ბიზნეს სექტორის მიდგომა, პრობლემა, ახალგაზრდების მიდგომა, არასწორი მოტივაციის შექმნა, თუ რა არის პრობლემა რეალურად დღეს ამ მიმართულებით? მოგესალმებით, ქალბატონო მაია, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. დიახ, ძალიან სწორად აღნიშნეთ, ბიზნესების, ასე ვთქვათ, წევრი კომპანიების 60% ასახელებს სპეციალისტების ნაკლებობას მათ, ასე ვთქვათ, პირველ გამოწვევად და სად უნდა ვეძებოთ პრობლემა? მნიშვნელოვანი კითხვა. ვფიქრობ, რომ ალბათ ბიზნესში და ახალგაზრდების მოტივაციაში პრობლემა არ არის, რადგანაც ერთის მხრივ რო გადავხედოთ თქვა საშუალო ხელფასის დანაზღაურების დინამიკას, ის მზარდია, რაღაც ყოველ კვარტალურად როგორც აქვეყნებს სტატისტიკის სამსახური, ანუ ხელფასის და გვაქვს და რაც შეეხება ბიზნესს, ანუ ბიზნესი ვითარდება, ბიზნესი სწრაფად ვითარდება, იმიტომ რომ გლობალურ ტრენდებს მივყვებით. ვფიქრობ, რომ ალბათ ძირითადი პრობლემა ალბათ ვეძებოთ განათლების სისტემაში და ეს პირველი წელი არ არის, რაც ეს პრობლემა დგას და აქედან გამომდინარე, ასე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა სისტემურია, რადგანაც რაღაცა დღევანდელი ჩვენი განათლების სისტემა, ასე ვთქვათ, განსაკუთრებით უმაღლესი განათლებაზე მაქვს საუბარი, ვერ პასუხობს შრომითი ბაზრის და ბიზნესების მოთხოვნებს. შეუძლებელია, რომ არ დაგეთანხმოთ, რომ განათლების სისტემაშია რეალურად პრობლემა, თუმცა განათლების სისტემაში რომელ მხარეს, მაშინ ასე ვიკითხავ, სახელმწიფოსი თუ დაუშვათ, ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, გვაქვს კერძო უმაღლესი სასწავლებელი, თუმცა თვითონ განათლების პოლიტიკა არასწორი, ანუ პრობლემა რაშია ამ ნაწილში? პრობლემა ვფიქრობ არის იმაში, რომ ანუ თუნდაც მაგალითად ჩემი შვილი არის ხა მერვე კლასში და უკვე ასე ვთქვათ, მასაც ასე ვთქვათ დაშტამპული გზა გვაქვს, რომ ანუ აუცილებლად რომელ უნივერსიტეტში ჩავაბარო, მეკითხებოდა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ რას ფიქრობოდა. ანუ ყველას რაღაც ესე გამჯდარი აქვს, რომ აუცილებელია გინდა თუ არა რაღაც სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბაროს უნივერსიტეტში და რაღაც ეს სტანდარტულად ეს გზაა ყველას ისე რომ რაღაცა კითხვაც კი არ ებადება და ანუ რაღაც საქართველოში ანუ სკოლა დამთავრებულების სრული უმრავლესობა 90% მეტი მიდის უმაღლესი განათლების მიმართულებით და შემდეგ უკვე ვიღებთ იმ სურათს, რასაც ვიღებთ, რომ ბიზნესები ამბობენ, რომ აყავთ ვერ პოულობენ კვალიფიციურ კადრებს და ვფიქრობ, რომ ანუ გამოსავალი უნდა ვეძებოთ სხვა განვითარებულ ქვეყნებში, მათ მოდელებში რა როგორც და ანუ შვეიცარიის მაგალითი არის ძალიან კარგი მაგალითი ამ მიმართულებით, რომელთაც ახალგაზრდების ნახევარზე მეტი, ანუ პროფესიულ განათლებას აგრძელებს, პროფესიულ განათლების მიმართულებით აგრძელებს სკოლის დამთავრების შემდეგ და მათ გააჩნიათ დუალური პროგრამები, სადაც ერთის მხრივ მიმდინარეობს სწავლება და მეორეს მხრივ თანამშრომლობენ კომპანიებთან, სადაც უკვე ასე ვთქვათ, გადიან სტაჟირებას და უკვე იწყებენ დასაქმებას და ხდებიან უკვე კარგი კვალიფიციური კადრები. თუმცა ამ ნაწილში გარდა იმისა, რომ დაუშვათ ჩვენ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და მოგწონს თუ არ მოგწონს, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ეს ტრენდი, რომელიც ახლა ახსენეთ და სამწუხაროდ ახალგაზრდა თაობაზე არის გადასული და ეს განწყობა, რომ მე აუცილებლად უნდა ჩავაბაროთ და
ოჯახებიდან მოდგამთ და შესაბამისად ეს ტრადიცია გრძელდება. თუმცა ამის პარალელურად თითქოს ბოლო წლებში პროფესიულ განათლებასთან მიმართებაში ინტერესი გაიზარდა. მაგრამ აქაც ხომ არ შემოდის სახელმწიფოს პოლიტიკა, რამდენად სწორია, რამდენად სწორად აქვს გააზრებული სახელმწიფოს, რომ ამ მიმართულებით თითქოს საჯარო განცხადების დონეზე ეს თემა აქტუალურია, მაგრამ როცა საქმეზე მიდგება და პრაქტიკული გადაწყვეტილებებია მიიღებული, ყოველ შემთხვევაში მაინც იგივე პრობლემასთან მივიდივართ, რომ აი კადრების დეფიციტი გვაქვს. შესაბამისად, სწორედ ამიტომ ვკითხულობ, სად არის ამ ნაწილს თუნდაც პროფესიული განათლებასთან მიმართებაში პოპულარიზაცია აკლია, მეტი არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ადამიანები ახალგაზრდებს განსაკუთრებით არ კონდეთ მაინც და მაინც ის რომ იცი რა მე უმაღლესი განათლება უნდა მივიღო, შეიძლება რომ დაუშვათ პროფესიულ სასწავლებელს ჩავაბარო და მე რეალურად კვალიფიციური კადრი შევიქმნა ამ მიმართულებით. თუმცა აი ეს პრობლემა სად არის გარდა იმისა, რომ დაუშვათ წლების განმავლობაში ჩვენთან ეს დამკვიდრებული ტრენდია. კი ბატონო, ფიქრობ სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულებით სწორია და სწორედ რომ სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია ის ფაქტი, რომ დაინტერესება, როგორც თქვენ ახსენეთ, პროფესიული განათლებით წლიდან წლამდე მზარდია, თქვათ წელს აი ხა სექტემბრის მიღებაზე დაახლოებით 40,000 იყო, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია წინა წლებთან შედარებით და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს სწორი ნაბიჯები, სახელმწიფო პოლიტიკას სწორი ნაბიჯები აქვს გადადგმული. ჩვენ სკილში ასე მოგეხსენებათ, რა თქმა უნდა, ტექნოლოგიებზე ვართ ძირითადად ორიენტირებული და ამ მიმართულებითაც ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო პოლიტიკას კარგი შედეგები გამოიღო, იქნება ეს საგასახადო შეღავათები თუ ასე ვთქვათ IT რეზიდენტობის, IT ბინადრობის უფლება. თუმცა ვფიქრობთ, რომ ანუ ეს სამუშაო არის, ანუ იგივე ვთქვათ ბიზნეს ასოციაციის შეხვედრაზე ბატონი პრემიერი პასუხობდა კითხვებს და ანუ ეგ ესეთი ასე ვთქვათ კითხვა დაისვა და ბატონ პრემიერმა დაანონსა უმაღლესი განათლების რეფორმა, რომელსაც ვფიქრობ, რომ დაველოდოთ, მაგრამ ანუ უმაღლესი განათლების რეფორმა ალბათ გამოიღებს იმ შედეგს, რომ ანუ ეს თქვა პროფესიული განათლების მიმართულებით გაიზრდება, პოპულარიზაცია მოხდება ამ მიმართულების, ხოლო უმაღლესი განათლების მიმართულებით შემცირდება. კი ბატონო, თვითონ ბაზრის მოთხოვნები და დაკვეთა რაზე მოდის. რეალურად იმის გათვალისწინებით, რომ ამ თემებს ძალიან ხშირად ვეხებით, მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ დღეს კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ერთად არის რეალურად ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი პროფესიებისადმი დეფიციტი. მაგალითად, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და თქვენ ჩემზე უკეთ რომ ამ იმ მიმართულებას, რასაც ტექნოლოგიები ქვია, ჩვენ დღეს რეალურად კადრების დეფიციტი გვაქვს, თან საგრძნობი დეფიციტი, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ძალიან ბევრი მცდელობა არის ამართლებით მათ შორის კერძო სექტორის მხრიდან, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა დავაინტერესოთ. მაინც ამ მიმართულებით ჯერ არ აგვაქვს ისეთი შედეგები. და შესაბამისად, რა არის ამ კუთხით გასაკეთებელი? სკილვილის მაგალითზე ჩვენ ბევრჯერ გვითქვია ეს და მაგალითად ის ნაბიჯები, რომელსაც ამ შემთხვევაში თქვენ დგავთ, რამდენად საკმარისია, რომ ერთმა კი არა, ბევრმა კომპანიამ რომ გადადგან და დაუშვათ ეს პრობლემა კერძო სექტორის განხრით მოგვარდეს. კი ბატონო, შედეგები ვფიქრობ, რომ გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში, ანუ უშუალოდ IT სექტორში, ტექნოლოგიების სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა არის გაათმაგებული, სადღაც 1000-3500 ადამიანი იყო 2020-21 წელს და თითქმის 40,000-მდე არის ასული. ვფიქრობ, რომ ეს არის შედეგი, რა თქმა უნდა. კერძო სექტორსაც შეეხება, კერძო სექტორის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, თუნდაც გუშინ ჩვენთან GD Holding-ის თანამშრომლობისთვის და მენეჯმენტისთვის დავიწყეთ ხელოვნური ინტელექტის ტრეინინგი, სადაც ასე ვთქვათ, განვიხილავთ, რომ პრაქტიკაში როგორ უნდა გამოიყენონ, რა ხელსაწყოები არსებობს და როგორ უნდა გამოიყენონ ისე, რომ ასე ვთქვათ, გაზარდონ თანამშრომლების ეფექტიანობა და ანუ როგორ დაეხმაროს, ბევრი კომპანია მოგმართავთ, რომ თუნდაც ეს ნაწილი შეასრულოთ. ძალიან დიდი ინტერესია ამ მიმართულებით, მაგალითად Honeywell Cement-თანაც გავაკეთეთ 40-ზე მეტმა თანამშრომელმა გაიარა ეს გადამზადება. არამედ კერძო ასე ვთქვათ, სახელმწიფო ორგანიზაციების მხრიდანაც ამ მიმართულებით არის ინტერესი, ამიტომ ვფიქრობ, რომ ანუ შეცვლილი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით კომპანიები მეტწილად ცდილობენ მოერგონ ამ რეალობას? კი, რა თქმა უნდა, კომპანიების მხრიდან არსებობს ძალიან დიდი მოთხოვნა არის და ჩვენც სკილვილი ძალიან აქტიურად მუშაობთ კერძო სექტორთან ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის, როგორც დასაქმების, ასევე დამატებით ტრეინინგების. ხო, თავად ნაწილთან მივედით, ჩემი წარმოდგენით, როდესაც საუბარია, რომ აი განათლების რეფორმა გასაკეთებელი სწორად სხვანაირი მიმართულებით არის რაღაც ნაბიჯები გადასადგმელი, სულ შდება ხოლმე კითხვა, აი ვისწავლებ თუნდაც
სადაც პროფესიული სასწავლებელში რაღაც გარკვეულ პროფესიას დავეუფლებ, მაგრამ რამდენად რეალურად დავსაქმდები. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც თითოეულ ახალგაზრდას სტუდენტს აქვს. რეალურად რით ეხმარებით, მაგალითად თქვენი კომპანიის შემთხვევაში, რომ რაც შეიძლება მეტი დასაქმდნენ ეს ადამიანი, მარტო ცოდნა კი არ მიიღონ, მე ის პრაქტიკაში გამოიყენონ. კი ბატონო. ანუ გასაქმებას გადაწყვეტს უნარები, ხო და ძირითადად არის საუბარი შეგვიძლია ორად გავყოთ ეს უნარები. ერთი არის ასე ვთქვათ, კონკრეტული ტექნოლოგიური უნარები და მეორე არის უკვე კომუნიკაციის უნარები. რადგანაც კომუნიკაციის გარეშე, რა თქმა უნდა, დღევანდელ სამყაროში საკმაოდ რთულია და პროფესიული პროგრამები სწორედ ორივეს პროფესიული განათლების პროგრამები სწორედ ორივე მიმართულებას ითვალისწინებს, რადგანაც გარდა კონკრეტული პროფესიისა, აქ ხდება ასევე კომუნიკაციის უნარების ინგლისური ენის შესწავლაც და რაც მთავარია ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ყავს 50-ზე მეტი პარტნიორი, კერძო და არა მხოლოდ კერძო, ასევე საჯარო ორგანიზაცია, რომელთანაც ერთად თანამშრომლობთ, გვაქვს მემორანდუმები, შეთანხმებები და ანუ ეს კომპანიები აძლევენ სტუდენტებს საშუალებას ან სტაჟირების, ან პრაქტიკულ, ან კონკრეტულ რაღაც პრობლემებზე პრაქტიკაში მუშაობის საშუალებას იძლევიან, რაც არის უკვე საწინდარი იმისა, რომ ჩვენი სტუდენტები წარმატებით საქმდებიან. და საინტერესოა დავუშვათ იგივე რა უნარებია საჭირო, რომ გარდა იმისა, რომ კარგად ისწავლო, მე რეალურად დასაქმდები. თავარი მოთხოვნები და ამ მიმართულებით რა ნაბიჯები იდგმება, თუნდაც ახლა თქვენ შემთხვევაში, რომ სწორი უნარები ჩამოუყალიბდეთ აი ამ პრაქტიკულ საქმიანობასთან მიმართებაში. ხო, ანუ ეს როგორც ანუ კომუნიკაციის უნარები, რაც ეს არის დაწყებული იქიდან, რომ თქვა, როდესაც ხედავენ რაღაც ვაკანსია გამოცხადდება, ანუ როგორ შეიკრან კარგად თქვათ ეს პაკეტი, როგორ მიაწოდონ კომპანიას იქ კომპანიისთან HR-ს ეს ყველაფერი, მე გასაუბრებაზე თქვათ როგორ მოემზადონ გასაუბრებისთვის, როგორ გაზარდონ მაქსიმალურად თავიანთი შანსი იმისთვის, რომ თქვათ გაიარონ გასაუბრება და შემდეგ უკვე მას შემდეგ რაც იწყებენ დასაქმებას, როგორ იყვნენ ეფექტურები კონკრეტულად იმ ორგანიზაციაში, თავიანთ კონკრეტულ გუნდში. კი ბატონო, და ჩვენი საუბრის ბოლოს იმის გათვალისწინებით, რომ ახლა უკვე ოქტომბერი და გარკვეულწილად მეტნაკლებად გაქვთ ინფორმაცია, მათ შორის ისინი მის ჩააბარა თქვენ სასწავლებლებში და რეალურად გარკვეულწილად ჰქონდათ აქვთ мотиваცია, რომ ტექნოლოგიების მიმართულებით რაღაც გარკვეული ცოდნა შეიძინონ. ტენდენცია როგორი ჩანს, რამდენად აქტიურები არიან, მიუხედავად ჯერ ძალიან ცოტა დროა გასული სწავლის დაწყებიდან, თვითონ სურათი მიუთითებს თუ არა და გვეუბნება თუ არა იმას, რომ იმ საქმეს, რომელიც წამოიწყეთ, აქ რეალურად პერსპექტივა. რეგისტრაცია 25 სექტემბერს დასრულდა და მინდა თქვა, რომ ანუ ჩვენ სკილმა რეკორდი დავამყარეთ, ასე ვთქვათ, როგორც კოლეჯმა 3000-ზე მეტი ადამიანმა, ასე ვთქვათ, გამოთქვა ინტერესი, დარეგისტრირდა, ჩაბარების სურვილით დარეგისტრირდა შესაბამის პლატფორმაზე, სადაც მქონდა მხოლოდ ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ 1350 ადგილი, თითქმის სამჯერ მეტი არის ინტერესი. ინტერესი ნამდვილად ძალიან დიდია ამ მიმართულებით და ანუ ახალგაზრდების მხრიდანაც აქტიურობა ნამდვილად არის. წარმატებებს გისურვებ და სიამოვნებით გიმასპინძლებთ, რაც ეხება განათლების რეფორმას და თემას, რომელსაც კადრების დეფიციტი ქვია, ბუნებრივია ტექნოლოგიების მიმართულებით ძალიან კარგად ინფორმირებული ადამიანი ბრძანდები და ამიტომ სხვა დროსაც სიამოვნებით გიმასპინძლებთ ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში გიორგი მარიამიძე საუბრობდა.